საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან სკოლის ახლიდან მშენებლობას ან რემონტს. გარდა ამისა, გამოკითხული სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სპეციალისტებს აქვთ კითხვა, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სკოლებში პროფილური სწავლების დანერგვას, მაშინ როცა ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული და ხშირ შემთხვევებში ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ნინა ხუჭუა უნდა შემოგვერდეს კვლევის დეტალებით და ასევე შეფასებებით. ნინა, კონკრეტულად რა ასახვას პოვებს სკოლების ამჟამინდელი მდგომარეობა განათლების ხარისხზე და სამომავლოდ განსაკუთრებით პროფილური განათლების დანერგვის პერსპექტივაზე გისმენთ. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც მთავრობის პრიორიტეტი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2019 წლიდან დგას და იმ დროინდელი სტრატეგიის მიხედვით 2023 წლისთვის სრულად უნდა მოგვარებულიყო. თუმცა ახლა 2024 წელს სახელზე გვაქვს შემდეგი, რომ 250 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც სრულად მინიმუმ 2 წელიწადში დასრულდება. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის კვლევა აჩვენებს, რომ 1561 სკოლის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს. უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, სკოლებში არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება. 35% სრულად სარეაბილიტაციოა ან თავიდან ასაშენებელია, მხოლოდ 21%-ია გარემონტებული ან სრულად რეაბილიტირებული, 24% ნაწილობრივ რეაბილიტაციას საჭიროებს და მხოლოდ 7%-ია ისეთი სკოლა, რომელიც ახალი აშენებულია. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ სკოლებში არსებული სიტუაცია განსხვავებულია რეგიონების მიხედვითაც. ასე მაგალითად, რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილით 51% თბილისი ლიდერობს, ხოლო ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალი 11-12%-ია სამეგრელოს ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების უდიდესი ნაწილი რეგიონებზე მოდის და ამ მხრივ ლიდერობს გურია, სამეგრელო ზემო სვანეთი და მცხეთა მთიანეთი. რამდენიმე თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მოწესრიგება სკოლების. ერთი ეს არის ის, რომ უზრუნველყოფს ამ თანაბარ ხელმისაწვდომობას, როდესაც საუბრობთ იმ განსხვავებაზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალაქისა და სოფლის სკოლებსა და რეგიონებს შორის რეაბილიტირებული სკოლების რაოდენობის განსხვავებებზე. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა, ზოგადი განათლების რეფორმა მიმდინარე, ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს რეალურად ინფრასტრუქტურაზე, იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სასკოლო ცხოვრებაში მისი ინტეგრირება არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მიმდინარე ხაზი და შესაბამისად თუ არა გვაქვს ინფრასტრუქტურა, რასაკვირველია გამოდის, რომ ეს რეფორმა არ არის ქმედითი. და აქვე რასაკვირველია დგება უკვე იმის საკითხი, რამდენად რეფორმას სადაც ის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამოვარდნილი და არ არის დაკმაყოფილებული, არის თანმიმდევრული და სისტემური. სპეციალისტების თქმით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე საუბრისას ცალკეულად უნდა გამოვყოთ ლაბორატორიებისა და ინფორმატიკის ოთახების საკითხი, რომელიც დღეის მდგომარეობით საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური და კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება. რაც შეეხება ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, გამოკითხული სკოლების 87% აღნიშნავს, რომ აქვს კომპიუტერები და პრინტერები, სკოლების თითქმის 90%-ს აქვს ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას, პირადი კომუნიკაციისას სკოლების ნაწილი აღნიშნავდა ორგანიზაციასთან, რომ არსებული ინტერნეტი დაბალი ხარისხის გამო მხოლოდ ფორმალურად არის სკოლებში და რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, სპეციალისტებს ბუნებრივია უჩნდებათ კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სკოლებში პროფილური სწავლების დანერგვას, თუ მოსწავლე ლაბორატორიების არარსებობის გამო ვერ შეძლებს პრაქტიკული ცოდნის მიღებას ისეთ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ან გაუმართავი ინტერნეტის გამო შეისწავლის სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს. აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მომდევნო სასწავლო წლიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შესაძლოა პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ
უფრო დეტალურად პროფილური განათლების სწავლების მეთოდი გულისხმობს შემდეგს, რომ მე-9 კლასის დასრულებისთანავე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მათ უფრო მეტად აინტერესებთ და შესაბამისად მათი შესწავლა სხვა საგნებთან შედარებით უფრო სიღრმისეულად სურთ. Იქ შემთხვევაში მაგალითად რეაბილიტირებულ სკოლებშიც არ არის თან სათანადოდ გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას თავის სტანდარტი ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაგალითად სხვადასხვა საკობრივი ჯგუფისთვის საკლასო სახები როგორ მოეწყოს, ლაბორატორიები, რაოდენობა როგორ უნდა იყოს, კომპიუტერული მაგალითად მოწყობილობის გამოყენება თუ მოხდება და ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადასვლა რამდენი დენის წყარო უნდა იყოს სკოლაში და კლასში და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად კაფეტერიების და სასადილო სივრცეების მოწყობა, იმიტომ რომ ჩვენ თუ საუბრობთ ესე იგი უფასო კვებაზე, სასკოლო კვების პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც უნდა იყოს გათვალისწინებული. სამწუხაროდ მაგალითად გასულ წლებში რეაბილიტირებული სკოლები ჩვენ გვინახავს ისეთები, სადაც ასეთი სივრცეები მაგალითად მოწყობილი არ არის. წარმოიდგინეთ, ახალს ან არემონტებენ, ან ახალს აშენებენ და ამასაც კი არ ითვალისწინებენ. ბოლოს აუცილებელია აღვნიშნოთ ის გარემოებები თუ რა პირობებშიც უწევდათ კვლევის ავტორებს მონაცემების შეგროვება. მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ მიმართეს განათლების სამინისტროს, მათთვის ეს ორგანო აღმოჩნდა ისეთივე ჩაკეტილი, როგორც მაგალითად ჩვენთვის მედიის წარმომადგენლებისთვისაა. კერძოდ 2023 წლის ივნისიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას ორგანიზაციაზე. სამინისტრომ ორჯერ მიაწოდა მოთხოვნილის ნაცვლად შეჯამებული მცირე მონაცემი, რომელთა ანალიზიც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს გარდა მონაცემები ორგანიზაციას არ მიაწოდა გარკვეულ მუნიციპალიტეტებმაც და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მათ ინფორმაცია 2086 სკოლის ნაცვლად 1561-დან შეაგროვეს, რაც სკოლების 75-ზე მეტს წარმოადგენს.